მოგესალმებით. დღეს უნდა გავახაროთ პატარა ბავშვები, რომელსაც ყოველწლიურად აკეთებს ესეთი კომუნიტი არის Facebook-ზე, Black Bear Garage. იქნება სხვადასხვა აქტივობა, ბავშვები დასაჩუქრებიან საახალწლოდ, თუ ასურვილები აქვთ. ყველაფერს ეცდებიან, რა თქმა უნდა, რომ აუხდინონ. გადავიღებ, რა თქმა უნდა, ყველანაირი კადრს, მსვლელობაც იქნება ძალიან ლამაზი, დამერწმუნეთ. და სხვადასხვა რავი, ძალიან კაი არის, როცა ესეთ რაღაცას უკეთებს საფუძველს. და ამ სიკეთეში კიდე ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. რა თქმა უნდა, ყველა სიხარულით და სხვისი ბედნიერებით მერე შენც ბედნიერდები. დღეს კაი ამინდი გვაქვს. რა თქმა უნდა, როცა სიკეთის გასაკეთებლად მიდიხარ, ამინდის ხელშეკიწყობს. და რავი, რაღაცნაირად გამოხტული ვარ. ბედნიერების ჰორმონი გამომიმუშავდა უცებ რა. გავრეცხე, გავაპრიალე მოტო. ცოტა ხარი არის. მაგრამ რაც თავარია, ეხა ძმა არ არის და ძალიან სიცივე არ არის რა. ეხლა ჩავასხავ საწვავს და შემდეგ შევიკრიბებით მე ამას სივრცეში, საიდანაც დაიწყება უკვე მსვლელობა. Black Bear Garage არის, სადაც განიხილება მოტოს თემები, ასევე იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები, მსვლელობები, შეკრებები. ვისაც ყავს კრუიზერი, ჩოპერი, მსგავსი სტილის ბაიკები, ძალიან კარგი ჯგუფი არის მაგისთვის შექმნილი. ვისოლს ვასხავ, რავი, ყველგან მანქანაში, მოტოში. რავი, მე ძალიან კარგად მადგება. ალბათ ვცდილობ ხოლმე, რომ არ ჩავასხარო, რავი, ანარაურიო, საწვავი, რავი, შეიძლება მე რამე მიჩვეული რო არის ერთ საწვავზე, რაიმე პრობლემაც გამოიწვიოს რა. მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ. აუცილებლად დავბრუნდები იმ თემას, რომ რაც წინა ვიდეოებში ვისაუბრე. იქნებ, რავი, რაც უფრო ბევრი ვიდეო ჩაიწეროს მაგ თემაზე, ჩვენთვის ვის მოტოთი დავდივართ, რა თქმა უნდა, გაგვიმარტივდება უფრო ქალაქში გადაადგილება რა. მე მაინც ვფიქრობ, რომ მაინც ხელოვნურად ქმნიან ამ ყველაფერს. ეხლა კი მართალია, რომ რაღაცეები არის, რაც ხელს არ გვიწყობს გადაადგილების დროს, თუნდაც მანქანი, თუნდაც მოტოთი. ეხლა ეს შეიძლება იყოს ის გზები, რომლებიც დაფუჭებული არის და მე იწვევს გვერდის არიდებას, რის გამოც მე შეიძლება შეიქმნა ზუსტად საცობი მაგის გამო. მაგრამ რავი, მე მაინც მგონია, რომ აი სულ ყველაფერი იყოს გაკეთებული, გზებიც, შუქნიშნებით სწორად იყოს დარეგულირებული. ანუ მაინც ქაოსი იქნება, იმიტომ რომ რაღაცა ის დათმობა სადაც არ არის და გათვალისწინება და ის რომ შენ საჭესთან ზიხარ და გაანალიზო, რომ საჭესთან ზიხარ და ის შენი ყველანაირი პრინციპები უნდა დატოვო გვერდზე. ამ სანამ მაგას ხალხი არ გაიაზრებს, მაქამდე არაფერი არ გვეშველება რა. ანუ აი ამ ადგილზე ვსაუბრობდი ეხლა. ანუ აქ წინ მიდიხარ, თან მარჯვენა შუქნიშანი გერთვება, თან ზებრაზე გადადიან. ანუ რა თქმა უნდა, მოტოთი ისე გავივლი, რომ აქ არავის არ შევაფერხებ, ხელსაც შეუშლი, მაგრამ როცა შენ მანქანით ხარ და ზებრაზე ერთი 10 კაცი გადადის, ანუ იმანაც ხო არ უნდა იჩქაროს ეხლა, ხო? ანუ იმის გზა არის და სირგულს ვერ დაიწყებს. ვიღაცა შეიძლება ბავშვთან ერთად იყოს, შეიძლება
მოხუცი ადამიანი იყოს და ვერ დაავალდებულო. ანუ რეალურად კი იმას შეუძლია ეხლა იმ ახალგაზრდას ოდნავ ფეხს აუჩქაროს, ხანდახან არის ხოლმე მომენტები, რომ აი ისე მიზოზინებენ ზებრაზე, რომ აი გაღიზიანებენ რა, მაგრამ ეხლა ანუ მაინც საბოლოოდ იქამდე მივდივართ, რომ ყველამ რომ ერთმანეთი გავითვალისწინოთ. იმის გამო, რომ რაღაცეები არ არის ისე, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს. ამიტომ გათვალისწინება უფრო მარტივია შენ თავში, ჩემი აზრით, ვიდრე ის, რომ ვიღაცეებს მოვთხოვოთ რაღაცეები, რომ აი ეს გაგვიკეთე და ის გაგვიკეთე. ანუ იმან კაი გააკეთა, მაგრამ შენ ხო მაინც ის დარჩები, რაც იყავი. დღეს ახლა იდეაში აი საქმეზე მივდივართ, ამიტომ ის რაღაც ჩვენი პრობლემები შეგვიძლია სხვა დროს განვიხილოთ, გვექნება ძალიან ბევრი დრო მაგისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც ჩემი ვიდეოებს უყურებთ, კომენტარებში დამიწეროთ თუ რა თემაზე გესიამოვნებათ ვიდეოს გადაღება, ან რისი განხილვა. ძალიან დამხმარებით ამ ყველაფრისთვის. წლო პერიოდი როცა არის ხოლმე, რა თქმა უნდა, სუფაუსია, მიდის მაცივრების გატემები. მე არის ძალიან საწობები თან მაგის გამო. და აი მაგ დროს როცა მოტო ყავს, სრული ბედნიერებაა. შეიძლება რა ვიცი სიბარზე დავამაგრო ძალიან ბევრი რაღაც, მაგრამ მანქანით მაინც არ გავა, იმიტომ რომ რაც მივეჩვიე მოტოს იმის მერე აი ლაშაც გაიჩითა YouTube-ზე ლაშას ძალიან ბევრ ვიდეოებს ვადევნებდი თავს. იმიტომ რომ ძალიან მაგარი კაცი არის რა მართლა. აი ზუსტად ის პერიოდი, როცა ბაიკი ვიყიდე და ველოდებოდი, მაგ პერიოდში ძალიან დამეხმარა ლაშას ვიდეოები და რა თქმა უნდა დღესაც უყურებ ხოლმე. ზუსტად ეგ არის მე რომ ადამიანი გიჩენს რამოდენიმე რა თქმა უნდა რო უყურებ ქართულ იუთუბერებს, გიჩენ იმის სურვილს რომ შენს დაიწყო თუნდაც იგივე და რა უყურებ აკეთებს ძალიან მაგარ საქმეს ხოლმე ქართული იუთუბერი. მithumetes აი ეს პერიოდი ძალიან რთული არის, როცა ამერიკაში მოტო შეიცინე და ეოდები 3 თვე და არ ვიცი რა ეხლა კი მუშაობდი რაღაც ყოველდღიური ცხოვრება, რა თქმა უნდა თავისთავად ყველაფერი რაღაც საქმურად ის არ ზიხარ რომ რაღაცაზე ანარიფიკო ან საქმე არ ქონდეს, მაგრამ აი ის რომ შენ ვიდეოებს უყურებ, ერთი სული გაგროდი შემოგივა მოტოთან, ეხლა პირველად გამოვიწერე და ძალიან დამეხმარა მაგ ყველაფერში. აი ეს ვიდეოების ყურება მოტოზე ძალიან ბევრ რაღაცას ვკითხულობდი, სწავლობდი და რავი, აი ძალიან მაგრა ასწავლებს. მაგ დროს რავი, ყველანაირ სერიალებს უყურე, თუ რამე იყო მოტოზე გადაღებული. მაგრამ რაც მოტოზე დავჯექი, მივხვდი რომ ამ ხალხის და ზოგადად აი მოტოსამყაროში იმხელა კულტურა არის და იმხელა პატივისცემა არის, რომ წლები გაგრძელდება. აი ხალხი ინარჩუნებს მათ ყველაფერს და პატივისცემენ და რა თქმა უნდა შენც როცა დაჯდები, მაგ კულტურის წევრი ხდები და შენც უნდა გაიცვა იქ ყველაფერი, იმიტომ რომ პატივი უნაცა იმ ყველაფერს რა.
ძალიან ბევრი ხალხი იქნება დღეს ძალიან ხო? არ ვიყავ ვერტინაზე აქ. არც მე არ ყოფილვარ. მე მგონი აქედან უნდა შევიდეთ, ხო? ხო, დაგამუღამე, მაგრა გამიხარდა იქ. მეთქი ვა, ლაშა გაიჩიტა. დავიღალე ჩემ. კაი ამინდი არის, პროსტა ეგ ამისორდა მაგრათი მე. არ ველოდი, გიყავდა. ხო, მაგარი თოვლი იყო კი. გავდივართ უკვე. კამერა ხოძია. ძალიან ბევრი ბაიკი არის. და ძალიან მაგარი მსროლობა გველოდება წინ. ანუ ბავშვებმა არაფერი არ იციან. მოდიან მარშრუტით. და ჩვენ მოვაქცევთ მაგ მარშრუტკას შუაში და გადავინაცვლებთ მერე უკვე სხვა ლოკაციაზე, სადაც დარიგდება საჩუქრები ბავშვებისთვის, იქნება თოვლის ბაბუა და კიდევ ბევრი რამე. ძალიან მაგარი სიხარული არის და ძალიან სილამაზე არის. ხა აქ რაც ხდება. აი რავი. მე მიხარია ეს ყველაფერი და ბავშვებს რა მაგრად გაუხარდება, ხო წარმოგიდგენიათ. ну რა თქმა უნდა ეხლა ჰარლი ჭარბობს ქალაქში რა ხდება ხო წარმოგიდგენიათ ყველას რომ ჯერ პირველ რიგში რომ უკვირთ მერე რომ მაგრად სიამოვნებთ
ამ კულტურაზე ვსაუბრობდი დღეს, ეს ერთიანობა, სილამაზე, პატივისცემა, დათმობა და ძალიან დიდი სიყვარული გზაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს არის ის საჩუქრები, ითიდაც უნდა გავახაროთ ბავშვები დღეს. მოგესალმებით მეგობრებო, ეს დღეც დადგა. მოგეხსენებათ Black Bells გარაჟი რაც არსებობს, თავისი მთელი არსებობის მანძილზე, ყოველ ახალ წელს ესეც რაღაც საქველმოქმედო რაიც ვაკეთებთ ხოლმე და ვახარებთ იმ ბავშვებს, ვისაც მეტად ჭირდება სიხარული ამ სადღესასწაულო დღეებში რა. წელს კომპანია მეამა იყო ჩვენი მხარდაჭერი და გვერდზე დაგვიდგა და უღრმესი მადლობა მათ ამისთვის და ბიჭებმაც ძალიან მოინდომეს ყველამ და მოვახერხეთ რომ სარეკორდო ოდენობა 16 ბავშვი მოვიყვანეთ მეამას სივრცეში დედაენის ბაღში და აქ რაღაცა ტკბილეულებით გავუმასპინძლდებით, სანტა ყავს მოყვანილი, საჩუქრების კუთხესაც გადაიღებ ალბათ ეხა და საჩუქრებსაც გადავცემთ და რაღაცნაირად ამ ერთ დღეს ესე ვაჩუქებთ რა ამ ბავშვებს რა. რაღაც გონი რომ ეს დღე შედგა და ძალიან მიხარია რომ ეს ტრადიცია გვაქვს და მომავალ წელს უკვე 16 კი არა შეიძლება 36 ბავშვზეც გავიწიოთ რა. გილოცავთ ამდე ახალ წელს და შევხვდებით 20-26-ში დიდი გეგმები და ამბებით რა. მივესალმები ჭადას გამომწერებს, გამარჯობათ მეგობრებო. დღევანდელ დღეს რაც შეეხება ძალიან კაი დღე არის, იმიტომ რომ ტრადიციად გადაიქცა უკვე Black Bells-ისთვის. აი ესე ყოველწლიურად ბავშვების გახარება და წელს განსაკუთრებული იმიტომ არის, რომ 16 ბავშვის სახუმარო საქმე არ არის, მე მგონი, ხო? 16 ბავშვის გახარება შევძელით და ძალიან ასწორეს. ბაიკერები უნდა ვიყოთ ხოძზე, აუცილებლად და არხი გამოიწერეთ. ასევე ვაშეს არხიც, რომელიც ძალიან საინტერესო ხსნის ყველაფერს და მადლობაზე. ვაძლევს იმ ვიდეოებს, რომლის ყურება ძალიან ხსია. ბაიკერები უნდა გავბევრდეთ, აუცილებლად. თემქაზე ჩოპერები დაბის. თემქელი ჩოპერისტები. ეხლა დაგათვალიერებინებთ ბაიკებს, რომლებიც დღეს არიან მოსულები. ყველა არის განსხვავებული, თავისებურად ლამაზი, გამორჩეულები, რავი, ფერი გინდა, მოდელი გინდა, ძრავის მოცულობა გინდა. ძალიან ლამაზი ბაიკები არის სხვათა შორის და ძალიან კარგი ბაიკები ყავს საქართველოში და თბილისში ეხლა რაც არის, ეხლა მაგას კი ვნახულობ აგერ რა. მოგვა გვიყვარს და განსხვავებულ ვიზუალზე როცა ყავს ეს ჩემი სპორტსტერი. ძალიან კარგი სივრცე არის. ნამდვილი ბაიკერული სივრცე არის. დღევანდელი დღეც დასრულდა და მოდი გავხსნათ ახლა კონვერტი, რომელიც გადმოხსა Black Bells გარაჟმა. აქ არის მისავალს ბარათი. 25%-იანი ფაზაკლება არის. სანდროს გარაჟის 25%-იანი ფაზაკლება. ესეთი ლამაზი გულსა მაგრი. კიდე გვაქვს 50%-იანი ფაზაკლება ელემენტარიუმის მენიუზე. დებაზე და აქსესუარებზე 20%-იანი ფაზაკლება. და ძალიან მაგარი სტიკერები.
მადლობა ამ ყველაფრისთვის. ეხლა მოვედი ჰელმეტარიუმში, სადაც დავაგებუნებ ბურგერს. დღევანდელი დღე რომ შევაჯამოთ, იყო ძალიან კარგი. მოვედნიერეთ ძალიან ბევრი პატარა ბავშვი, მათი მშობლებიც, რა თქმა უნდა, როცა უყურებენ, რომ თავიანთი შვილები ბედნიერები არიან, ავტომატურად მშობელი ძალიან ბედნიერი და გახარებული არის. ძალიან გამიხარდა ამდენი ბაიკერის ნახვა ერთად. ეს იყო წლევანდელი წლის შემაჯამებელი დღე და ბოლო რაიდი ესე ერთად. სეზონიდან დაიწყება კიდე ძალიან ბევრი რაღაც დაიგეგმება, მსვლელობები. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, ვინც ეს ყველაფერი მოიფიქრა, დაგეგმა და ძალიან კარგად ჩამთავრდა ყველაფერი. დროებით